ძალიან ბევრი ასპექტია, ალბათ იქიდან დაწყებული, რომ სასჯელები არის ძალიან მაღალი, იმით რომ ოდენობები არ არის განსაზღვრული ადეკვატურად ნივთიერებებზე, ანუ მცირე, საშუალო, დიდი ოდენობები და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და რაც მთავარია, როგორც ქართული ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის ბერკეტი საპოლიციო სისტემისთვის, პოლიციური სისტემისთვის, რათა აკონტროლონ მათ საზოგადოება და ყავდეთ რაღაცნაირად ყოველთვის ხელში დაჭერილი, ძალიან მარტივი არის ნარკოდანაშაულით გამოჭერა ადამიანების ნარკოდანაშაულზე და შემდგომ უკვე შემდგომი რეაგირებები, ვთქვათ, როგორიც არის მათგან თანხების ამოღება ჯარიმების სახით, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენ დღემდე ვრჩებით ალბათ რაღაც პოლიციაზე დაყრდნობილ სახელმწიფოთ და ეს არ არის სახელმწიფო, რომელიც რაღაც საზოგადოებრივ აზრებზე არის დაფუძნებული. სამწუხაროდ 2006 წლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ვახსენებთ ხოლმე ხშირად. ეს პოლიტიკა დღემდე ჯერ კიდევ ძალაში არის, ნარკოდანაშაულებზე და მომხმარებლების მიმართ განსაკუთრებით იგრძნობა ეს პოლიტიკა. თავის დროზე, მაგალითად 2006 წელს, როცა ეს პოლიტიკა დაიწყო, ჩვენ ვიცით, რომ გქონდა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა ქვეყანაში, ზოგადად ნარკოვითარების კუთხით. ფაქტობრივად ღია ნარკოსცენა იყო, ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი საშუალებები და რაღაც ლეგიტიმაცია ჰქონდა ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, მათ შორის ხალხისგან, საზოგადოებისგან, რომ დაეწყო გაეტარებინა მკაცრი პოლიტიკა. თუმცა ის რეფორმები შემდგომ ამან მიიღო, რა თქმა უნდა, არის აბსურდი და ის შეეხო არა მხოლოდ, ვთქვათ, გამსაღებლებს ან დილერებს, არამედ მოიცვა სრულიად საზოგადოება, რაღაც 100,000-ობით ადამიანზე გვაქვს ხო საუბარი. და თითქოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს ეს სისტემა აღმოაჩინა რაღაც კარგი ბერკეტი, იმისთვის, რომ აკონტროლოს საზოგადოება, სტატისტიკით манипуლაციის შესაძლებლობები, ნარკოდანაშაულთა 95% ითვლება გახსნილად, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ამ დანაშაულების გახსნა. მაშინ როცა მკვლელობების გახსნის მაჩვენებელი 25%-ზე დაბალი არის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით აბალანსებენ ერთგვარად სტატისტიკას პოლიციელები.